დილამშვიდობის ჩემო კარგებო, დღეს ვიწყებთ სკოლას, ასევე თაია და დათუჩა ბაღს, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. გილოცავთ ყველას სასწავლო წლის დაწყებას, ბედნიერი და წარმატებული წელი ყველა პატარას, ყველა ბავშვს. და მოკლედ, აბა გავიმზადოთ ერთად. მეც მომიდატრე ჩვენი ყოველდღიური ვლოგები და მოკლედ გიბრუნდებით. ნელ-ნელა. თაი, აბა ხელი დაუქნი, კარგად უთხარი. კარგად. აბა კოცნა გავხსენე კოცნა. ხო, სადმე წახვიდე? ამ პარკში. არა, ძე, ბაღში მიდიხარ ჩემ და თაია. ბაბი, შენ სკოლა უნდა დაიწყო, გიხარია? დილამშვიდობის ბიჭები. თაია, ბაია, მას გავიპრანჭოთ. აბა რას ვიზავთ ბაღში? პირველი დღეს თაი. იმის გამო რომ დღეს პირველი დღე იყო სკოლაში, მხოლოდ 9 საათი ჰქონდათ სწავლა, უფრო გაცნობითი ხასიათის იყო, როგორც იცით და ამასთან დაკავშირებით ჩემ YouTube ახსნე მიდევს ვიდეო სკოლები კანადაში, სადაც ახსნილი მაქვს რომ ყოველ წელს იცვლება როგორც კლასი, ასევე მასწავლებელი და ამის გამო მოკლედ ბავშვებმა დღეს ასე ვთქვათ ნახეს თავისი ახალი კლასელები და მასწავლებლებიც. ხვალ უკვე ჩვეულებრივად მთელი დღის განმავლობაში დაიწყებენ სწავლას, ანუ 9-დან 3 საათამდე. და დღეიდან დაიწყო ჩემი ლანჩების დიდი სერია, რასაც დაემატა ეხლა უკვე თაიაც, ანუ 5 ბავშვის ლანჩი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავიდან ჰქონდათ, რა თქმა უნდა, გაუცხოების მომენტი. საქართველოში, როგორც იცით, ჩემმა გამომწერებმა დადიოდნენ სამივე სკოლაში და ძალიან მოწონდათ იქაური სიტუაცია, რომელიც არის რადიკალურად განსხვავებული აქაური სკოლებისგან, ყველაფრით, როგორც განათლების სისტემა, ასევე მიდგომები და ყველაზე მთავარი, რაც არ არის აქ და რაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოცადეს შემაშულებმა, ეს არის ურთიერთობები, ეს მეგობრობა, სიყვარული, რაც ასე ვთქვათ, არის საქართველოში და რაც აქ სამწუხაროდ არ არის, როგორც აღვნიშნე, ვერც იქნება, იმიტომ რომ ყოველ წელს იცვლიან კლასს და იცვლიან მასწავლებელს. თითქმის ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, რომ რამდენიმე კლასელი მაინც შეხვდეთ ერთი და იგივე. ასევე იმის გამო, რომ ერთი წელია სხვაობა ბიჭებს შორის და თქვათ შეიძლება რომ ერთ კლასში მოხვდნენ, როგორც იცით, დაბალი და მაღალი კლასი, ანუ მეორე და მესამე თქვათ, მესამე და მეოთხე კლასი ერთად არიან, რომ იციან რომ არიან დედმამიშვილები, ანუ განცრახ არ ახვედრებენ ერთად, რომ ერთად არ იყვნენ. და ამას როგორც მე გავიგე და როგორც ახსნიან არის ერთადერთი ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, რომ არ მიეჩვიონ ერთ და იგივე სიტუაციას, ერთ და იგივე ადამიანებს და პირიქით, ანუ კონდეთ გამომუშავებული, რომ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ადამიანებთან ადვილად შეძლონ კომუნიკაცია და ურთიერთობა, რაც ჩემი აზრით, არ ვიცი, არ მომწონს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე გავიზარდე საქართველოში და ჩემ კლასელებთან დღემდე მაქვს